პირველი იანვრიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის-ნაკვეთების მიყიდვა დაშვებულია. მორატორიუმი, რომელიც საბაჭო ურთიერთობას კრძალავდა 2014 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულია, თუმცა სასოფლო დანიშნულების მიწის-ნაკვეთების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყიდვის ახალი რეგულაციები უკვე მზადაა. საქართველოს მთავრობამ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 4 თებერვლამდე უნდა განიხილონ. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენთან ახალი კანონპროექტის დეტალებზე საუბრობს. გიგლა აგულაშვილის განმარტებით დოკუმენტის თანახმად სასოფლო-სამეურნეო მიწის-ნაკვეთების სარგებლობა იმ უცხოელ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებმაც ნაკვეთი მემკვიდრეობით შეიძინეს ან ფლობელები ქორწინების შემდგომ გახდნენ. ასევე მიწის სარგებლობის უფლება მიეცემათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბინადრობის უფლებით სარგებლობენ. მორატორიუმის ვადა იყო 21 დეკემბრამდე 2014 წლის და რახან ვადა ამოიწურა, ბუნებრივია მორატორიუმი უკვე აღარ არის. მთავრობას აქვს შემოტანილი გასული წლის ბოლოს ინიციატივა საკანონმდებლო სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით, რომლებიც უცხოელების მიმართ ახალ რეგულაციებს თავაზობს. მაგალითად, კანონპროექტი ამბობს, რომ მემკვიდრეობით ვინც მიიღებს მიწას, მათ შორის უცხოელი, შეუძლია ეს უფლება გაუწიოს. აქამდე პრობლემა იყო მორატორიუმის პროცესში. ქორწინების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს სასოფლო-სამეურნეო მიწის საფუძველს უფლება უცხოელმა. თუ მას გააჩნია ბინადრობის უფლება,